გთხოვთ მივესალმოთ ბატონი გიორგი კეკელიძე. საბას და წინადლის პრემიის ლაურეატი, წიგნების გამავრცელებელი საზოგადოების თავმჯდომარე, პირველი ქართული ელექტრონული ბიბლიოთეკის ლიბჯის დამფუძნებელი და წიგნის მუზეუმის და პრესის მუზეუმის დამაარსებელი. გამარჯობა, მოგესალმებით ყველას. მე ცხოვრობდი სწორედ იმ ეპოქაში ერთ პატარა ქალაქში, რომელიც ერთგვარად იმეორებს ამ ღონისძიების ორგანიზატორის დასახელებას და გარკვეულწილად მთელი ის ყოფა დასაზღვრული იყო სწორედ ამ სიტყვებით. შუქი მოვიდა. რახანაც ბუნებრივია ელექტრონული ენერგია ძალიან იშვიათი სტუმარი გახლდათ იმ პატარა ქალაქისა და ამ სტუმრობასთან ერთად ბუნებრივია ეს ყველაფერი გულისხმობდა ძალიან დიდ თითქმის ენით აღუწერელ სიხარულს, მით უფრო რომ ბავშვობა ბუნებრივია არის უმიზეზო სიხარულების დრო და გარკვეულწილად ცხადია ესეც იყო კარნახი ამ დიდი აღფრთოვანების. თუმცა სრულიად მოულოდნელად და ცოტათი მოგვიანებით აღმოვაჩინე რომ არსებობდნენ ადამიანები იქვე ახლოს ჩემს მეზობლად მათ შორის რომელთათვისაც ეს შუქის მოსვლა არ გულისხმობდა სიხარულს და არ გულისხმობდა შუქსაც მათ შორის. აღმოვაჩინე ადამიანები რომელთათვისაც არც იმ ლამპის ჟუტავი სინათლე იყო რამე სიხარულის მომასწავებელი და ეს აღმოჩენა მაინც და მაინც არ გულისხმობდა ამ ყველაფრის მაშინვე გაცნობიერებას. მე არ მინდა რომ დღეს ყოველთვის ვცდილობ რომ არ ვიყო ასეთი, მაგრამ განსაკუთრებით დღეს არ მინდა რომ ყალბად პათეტიკური ვიყო და ჩემი ლაპარაკი რაღაც ხელოვნურ კოუჩურ მოწოდებებს დაემსგავსოს. ნამდვილად არ მინდა ეს და ამიტომაც შეიძლება ხანდახან ყოფის გადმოცემის დროს ერთგვარი სიმკაცრეც შემეპაროს. შეიძლება ეს სიმკაცრე ვიღაცისთვის მაინც და მაინც კორექტულიც არ აღმოჩნდეს, მაგრამ მე ვყვები ამბავს, რომელიც ნამდვილად იყო და ნამდვილად განვიცდით. ან უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, თუ არ განვიცდით, ხედავდით მაინც და ეს შეიძლება ასე ითქვას დანახული ამბავი მერე ჩვენთვის ერთგვარ სტერეოტიპულ დაღადაც იქცა და მე იმ თაობის წარმომადგენელი ვარ, რომელიც აი ამ ტრამვისგან ბოლომდე თავისუფალი ვერ არის და შესაბამისად ვერ ვიტყვი რომ დღეს მე ამ ამბებზე თავისუფალი თუ შეიძლება ასე ითქვას ყოველგვარი საზღვრისგან მოშორებული ლაპარაკი შემიძლია. ჩემს ახლოს ცხოვრობდა 3 ადამიანი. მე შეიძლება ზუსტად ტერმინები ვერ მოვიხმო, რამდენად თქვათ გულისხმობს პირველი 2 სპეციალური საჭიროების ქონას, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ეს ადამიანები განსხვავებულები იყვნენ. 3 ბავშვი. ერთი იყო დაუნის სინდრომის მქონე, მეორე აუტისტური სპექტრის მატარებელი და მესამე ბავშვს არ შეეძლო სიარული. მოგეხსენებათ რომ პატარა ქალაქებში მანძილი პირობითია, მაინც და მაინც ახლოს არ გულისხმობს იმას რომ კარის მეზობელი იყო რომელიმე მათგანი, მაგრამ ბუნებრივია იმ მოცემულობების გათვალისწინებით რომ ჩვენ თამაშობდით ყველგან და შესაბამისად ბუნებრივია რომ მეტნაკლებად აი ამ მანძილებს ძალიან იოლად ვფარავდით, ყველა ამ ბავშვის ოჯახის შესახებ ვიცოდით და ეს სახლები ყოველთვის ძალიან საშიში გვეგონა, იმიტომ რომ ამ ბავშვებს მშობლები ყოველთვის მალავდნენ. მალავდნენ თუ შეიძლება ასე ითქვას დემონსტრაციულადაც კი. ერთხელ აღმოჩნდი სხვა შორის ერთ-ერთ სახლში, აი იმ ერთს 2 დაძმა ყავდა კიდევ და ერთ-ერთი იყო ჩემი კლასელი. და მე მახსოვს სიტყვები რომელიც დღემდე არის ჩემთვის ყველაზე უფრო გამაოგნებელი, ყველაზე უფრო ტრაგიკული, ყველაზე უფრო დიდი სასოწარკვეთის მატარებელი
და ამ სიტყვებთან ერთად რაღაც ნაძალადევი თითქოს აი უკიდურესად უხერხული საკუთარ თავთანაც უხერხული ღიმილი. როდესაც ერთ-ერთის დედამ მითხრა, ერთი აი იმ ბავშვის ხმა გაისმა ოთახიდან, რომელშიც კეტავდნენ, რომ ბოდიშიო, მე ერთი შვილი ავადმყოფი მყავს. ანუ წარმოიდგინეთ, რომ სამივე ჩვენგანი ვიყავით მსხვერპლი. ის ბავშვი, რომელიც იქ დამალული ყავდა, ბუნებრივია. დედა, რომელსაც დარწმუნებული ვარ, რომ ეს ბავშვი საკუთარ სიცოცხლეზე მეტად უყვარდა, მაგრამ გარემო სასტიკი, გაუგებარი, გაუთვალისწინებელი, კარნახობდა მას განცდას, რომ ვიღაცასთან ბოდიში უნდა მოეხადა ამ შვილის გამო. ეს მართლა მოხდა და ეს მერე ბევრჯერ განმეორებულა სხვა. და ბუნებრივია მსხვერპლი ვიყავი მეც, იმიტომ რომ მე ეს პრობლემა მეგონა, ამ ტიპის პრობლემა. და მოცემულობა, რომელიც დიახ, ასეც უნდა ყოფილიყო. და შესაბამისად ასე ეგონა ჩემს მეგობრებსაც და შეიძლება ასე ეგონა ამ ბავშვის და ძმასაც. ეს იყო რეალობა, რომელიც განზიდულობას კარნახობდა. ბუნებრივია მერე გაჩნდა რაღაც ტერმინები, შესაბამისი დეკლარაციები, რომელსაც სკოლაში ასწავლიდნენ, მაგრამ ამ ყველაფერს რეალურად ძალიან სუსტი ძალა ჰქონდა. უკიდურესად მწირი იყო მისი მოქმედების ეფექტი ჩვენზე და ჩვენ ყოველთვის ვიცოდით, რომ ჩვენ ვიყავით აქეთ და ის ადამიანები იყვნენ იქით. ერთი სკოლაშიც სწავლობდა, მაგრამ მასწავლებელი მას სვამდა სულ უკანა მერხზე, ის არ ლაპარაკობდა და რაღაცნაირად თქვათ, შეცოდების განცდამდე მისვლაც კი გვიჭირდა. ეს იყო გამოცდილება, რომელიც ვიმემკვიდრებით და რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ჩემი არ არის, ბუნებრივია. უნდა გამოუწყდეთ თავს, რომ ძალიან ბევრი ადამიანის, მათ შორის რომელიც ახლა ამ ქალაქის ქუჩებში დადის და რომელმაც პირდაპირ და ზუსტად არ იცის გამოცდილებების, თუ შეიძლება ასე ითქვას, შემხებლობის გარეშე აი ამ საკითხის არსი. ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვილაპარაკოთ იმაზე, რომ ამას სჭირდება განათლება, ამას სჭირდება კარგი სკოლა, ამას სჭირდება შესაბამისი ადამიანები და ეს ასეც არის. მაგრამ როგორი უნდა იყოს ეს, მე მივხვდი ჩემი პერსონალური გამოცდილებით, როდესაც ძალიან რთული პერიოდი მქონდა ცხოვრებაში და დაახლოებით წელიწადი და 2 თვე გაუქმებული ვიყავი თავისი კიდევ უფრო რთული ფაზებით და მაშინ მოდიოდნენ ადამიანები და მელაპარაკებოდნენ რაღაცებს, რომლებიც მათ სადღაც გაეგონათ, ყალბი მოწოდებებით, ადექი, თავი ხელში აიყვანე, თავ შემოუძახე და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. და მაშინ პირველად მივხვდი, რომ მთავარი ამბავი და მთავარი ხაზი კომუნიკაციის რეალურად, მათ შორის სპეციალური საჭიროების პირებთან არის კითხვის დასმა. შეიძლება ეს არის მთავარი ხაზი ზოგადად სამყაროსთან ურთიერთობისაც, მაგრამ მათ შორის მათთანაც. იმიტომ რომ თუ კი ჩვენ ადამიანებს, რომელთა შესახებაც ჩვენ რეალურად მხოლოდ ცოდნის გამოცდილება გვაქვს და არა განცდის, ეს ვერაფრით ვერ მოხდება. წარმოუდგენელი, მაშინ ჩვენც ზუსტად იგივენაირად უნდა ვიყოთ. ვერაფრით ვერ გაუგებთ თუ მათ არ შევეკითხებით. რა გჭირდებათ თქვენ? ანუ კითხვა ის კი არ უნდა იყოს, უფრო სწორედ კითხვამდელი პასუხი, რომელიც ერთგვარი მოწოდების ფორმისა, რომ აი ასე გააკეთე. არამედ ის, რასაც გვეუბნება, სწორედ ის უნდა გავაკეთოთ ჩვენ. და რეალურად ეს არ არის მარტივი საქმე. იმიტომ რომ გარემო კიდევ ერთხელ ვამბობ და ეს უცხო არ არის, ბუნებრივია და შეიძლება ტრივიალურიც არის ამ ფრაზის ამდენჯერ გამეორება. კარნახობს სულ სხვა მოცემულობას. თავის დროზე, როდესაც მე ეროვნულ ბიბლიოთეკაში მუშაობდი და მქონდა რაღაც განზრახულობები, მაგალითად შენობის ადაპტაციის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ეს გულისხმობდა უამრავ წინააღმდეგობას. მაგრამ მთავარი წინააღმდეგობა, შეიძლება ნაწილობრივ ჩემიც, იყო მაინც გულგრილობა, რომ აი ამას რაღაცეებს ხვებს გავაკეთებ და მერე ვიზა.
აი ამის მერე, იმიტომ რომ ეს რთულია, იმიტომ რომ ეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და ამას სანამ გააკეთებ ის როდის დაგაფინანსებს, მილიონები ჭირდება, გართულებულია და შემდეგ და შემდეგ. ანუ ორი ნაბიჯის გადადგმაა საჭირო ამ შემთხვევაში. ერთი არ ყოფნის. ანუ იმის თქმა მინდა, რომ ძალისხმევა, რომელიც ჩვეულებრივ მოცემულობებს ჭირდება ხოლმე, ამ შემთხვევაში ამაოა. აქ საჭირო არის გაცილებით მეტი სხვა ადამიანების მიერ. ბუნებრივია ჩვენ შეგვიძლია ველაპარაკოთ ცოტა უფრო ფართოდ და ფილოსოფიურადაც და თქვათ რომ რეალურად ზოგადი აზრით ტერმინი შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანი, ნუ მესმის რომ ეს გამოიცვალა, მაგრამ აი ასე სამუშაო სიტყვად რომ წარმოვიდგინოთ უკიდურესად არა შესაბამისი. იმიტომ რომ რეალურად ჩვენ ყველანი ვართ შეზღუდული შესაძლებლობის ადამიანები. თან კარგი ეპიზოდი არის ბიბლიაში, როდესაც ღმერთი ანგელოზი აპოკრიფულ ვერსიაში ღმერთი შეერკინება იაკობს ადამიანთა შორის უპირატესი თემის ხელმძღვანელს და არ კლავს დააკოჭლებს მას, ის ფიზიკურ სიკოჭლეს არ გულისხმობს ბუნებრივია ეს ნაკლი არც არის არავითარი. არამედ ადამიანს მიუთითებს, რომ ყველა ჩვენგანი ვართ რაღაცით კოჭლი. ყველა ჩვენგანი ვართ შეზღუდული შესაძლებლობის, გარდაულად შეზღუდული შესაძლებლობის. და ის ცნობილი ტერმინი, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს, მართალია იმდენად, რამდენადაც ჩვენ ყველანი შეზღუდული შესაძლებლობების ვართ. და განცდა ამისა, ალბათ არის ყველაზე უფრო კარგი მკარნახებელი იმის, რომ მეორე, მესამე, მეოთხე ადამიანი დავინახოთ, რომელიც ამ თვალსაზრისითაც განსხვავდება, ჩვენ ამ თვალსაზრისითაც მეტ ძალისხმევას საჭიროებს. და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, რომ ადამიანად ყოფნის ნიშნის გაგება დაგჭირდება. თუ ჩვენ საკუთარ თავს ჩავთვლით ცოცხალ გადარჩენაზე ორიენტირებულ არსებებად, მაშინ სხვა საქმეა. მაგრამ თუ ჩვენ გვინდა ვიყოთ ჩვეულებრივ ცოცხალ არსებებზე ოდნა უფრო მეტი, მაშინ გვჭირდება სხვა ძალისხმევა. და ან ცნობილ ანთროპოლოგს მარგარეტ მიდის ერთხელ კითხეს, რა იყო ადამიანში, ადამიანთა საზოგადოებაში კულტურული ცივილიზაციის ჩამოყალიბების მთავარი ნიშანი. და ელოდნენ, რომ თქვათ, ეს იქნებოდა რაღაც კერამიკა, შეიძლება ეს იყოს დამწერლობის ნიშნები, ან რაღაც ნახატი გამოქვაბულზე და ასე შემდეგ და შემდეგ. ბევრი რამ, რაც შეიძლება პირველად ფიქრმა გვიკარნახოს. მაგათ მიდი მოპასუხა, რომ ეს იყო ძვალი, რომელიც მოტეხილობის მერე რეალურად იყო მცირედით გასწორებული და მოტეხილობის შემდეგ ამ ადამიანს სავარაუდოდ ამ ძვლითურთ კიდევ უცხოვრია 7-8 წელი. ვერ მიხვდნენ უბრალოდ ამ პასუხს უცებ და სპონტანურად და მარგარეტ მიდი მუთხრა, რომ იმ საზოგადოებაში, როდესაც ეს ძვალი აღმოაჩინეს, ანუ 10,000 წლები წინ, ბუნებრივია, ცოცხალ არსებას გადარჩენა, როდესაც მას ფეხი ჰქონდა მოტეხილი, არ შეეძლო. ერთადერთი საშუალება მისი გადარჩენის იყო ის, რომ ვიღაც ადამიანს უნდა ეზრუნა მას. ეს არის ადამიანთა საზოგადოების ჩამოყალიბების პირველი ნიშანი. ემპათია, თანაგაცდა, გათვალისწინება და თანაბრად ყოფნის საშუალების მიცემა. და მე ვისურვებდი, რომ ყველას, მათ შორის მე, რომელსაც ბევრი მაკლია, აქამდე ამ განცდის ტარება შეგვეძლოს. ძალიან დიდი მადლობა მოსმენისთვის, წარმატებას გისურვებთ.